ცეკვავენ ვარსკვლავებში ყველაზე ნიჭიერი მონაწილე ხართ? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. გილოცა. კითხვა ის ახსნას დავიწყებ ასე რომ იქ არიან ძალიან ბევრი კარგი არაჩვეულებრივი ადამიანები, უნიჭიერესი ხალხი, უნიჭიერესი ჯგუფი. მე ყოველ შემთხვევაში ჩემ თავთან ასე ვთვლი და ანუ ეს პასუხი გავეცი დეტექტორსაც, რომ ანუ ეს გეხმარება იმაში, რომ შენ მიზანს რა თქმა მიაღწიო? უნდა, ანუ ეგ არის პირველი რაც მეხმარება ალბათ, იმიტომ რომ ჩემ თავთან ყოველთვის ეგეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ანუ არ შემიძლია არ არსებობს. ისე როგორც ნებისმიერ ჩვენთაგან ვსწავლობთ და ამ ყველაფრის ჩემ თავთან დაჯერებაში ამ ხალხსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ აი არ შემიძლია არ არსებობს. ყოველთვის არის შემიძლია და ყოველთვის ბევრი მუშაობით და ბევრი შრომით აუცილებლად შეიძლება ისეთი მიზნების მიღწევა, რაც შეიძლება ერთ დროს წარმოუდგენელი გეგონოს. მამაკაც მონაწილეებში მიგაჩნია ყველაზე ნიჭიერი თავი თუ ზოგადად? მამაკაც მონაწილეებში. ერთი ოტოკოვზიძის გვეშინოდა და ალბათ მამაკაც მონაწილეებში, კი. მამაკაც მონაწილეებში. ანუ ნანუკა სტამბოლიშვილს არ ეხება ახლა ეს თემა, ხო? ანუ შენ შეიძლება მიგაჩნია, რომ ნანუკა შენზე ცოტათი ნიჭიერი არის? კი, შეიძლება, ნუ. არ მიგაჩნია, გენაცო, შენ მიგაჩნია, რომ ხარ ყველაზე ნიჭიერი და მე ეს მომწონს. ხო. ჩვენ არ ვიცით რა იქნება. ეს არის ყველაზე საინტერესო, იმიტომაც უყურებთ ამ შოუს, რომ ჯერ ერთი ის რომ ძალიან ლამაზი და მაგარია, პლასტიკის ზეიმია და ასე შემდეგ და მეორე ის რომ რას იზამს ესა თუ ის ადამიანი კონკურსში, ასე რომ წარმატებას გისურვებ და ძალიან გვინდა რომ მოკლედ გიხილოთ ფინალში. ძალიან დიდი